მე ძალიან მიყვარს მიმინო ფილმი. სასწაული ფილმი არის და სულ არ მგონია კომედია, პირიქით მგონია, რომ ტრაგედია არის ჩვეულებრივი ადამიანის. მაგრამ ეს იყო პერსონაჟი, რომელიც მოიგონა რეზო გაბრიაძემ გიორგი დანელიასთან ერთად. და ჩვენ ყველა არა ვართ მიმინო. რაღაც მხრივ ვართ. მაგრამ დასგულისმო. არა ვარ. რა ნაწილში ვარ და რა ნაწილში არა ვარ. ნუ აი ეს რაღაცა სევდიანი განცდები, ჩვენი მხარე გვიყვარს ძალიან და ეს უკან ფესვებთან დაბრუნება, აი ამ მხრივ ვართ. მაგრამ აი ზოგადად ხო არ ვართ ესეთები, სხვანაირები ვართ ყველა, ძალიან სხვანაირები ვართ. და ის რომ საბჭოთა კავშირის მენტალიტეტში ყველა ქართველი არის მიმინო. აი ეს ხო სტერეოტიპია. თალსავად. საქართველოში რომ ჩამოხვიდე და მართლა ხინკალის ხაჭაპურის მთის და ღვინის გარდა არაფერი რო არ ნახო, ეს არის იგივე რომ ჩახვიდა ინგლისში და დალიო ჩაი და მარტო ბუკინგემის სასახლესთან სელფი გადაიღო, ხო? ანუ რა გინახავს? არაფერი არ გინახავს. ვერ მიხვდი რა არის ინგლისი. იგივე არის საქართველოში. ვერ მიხვდები რა არის საქართველო თუ ესე არ ჩაუღრმავდები და თან საქართველო რამდენი ხანი იყო ჭრდილში საბჭოთა კავშირის პერიოდში, რუსეთის იმპერიის პერიოდში, ხო? შენი აზრით ეს გამიზნული იყო რომ ჭრდილში? იცი რა, მე ისტორიკოსი არ ვარ და აი ამ მიზეზები რატო იყო ჭრდილში, ვის აწყობდა, ან ვის არ აწყობდა, მე ეს არ მაინტერესებს. მე ჩემი მისიათ მიმაჩნია ის რომ გავაცნო რუსულენოვან აუდიტორიას, იქნება ეს სტუმარი რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან თუ უზბეკეთიდან თუ ყაზახეთიდან, აუხსნა, რომ საქართველო არის მრავალფენოვანი, ძალიან ძველი, უძველესი კულტურა.